შტაბი გაიხსნა, შტაბმა დაიწყო ფუნქციონირება უკვე დღეიდან, შესაბამისად 20 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქ ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან კარგი თანამედროვე ინფორმაციული სისტემებით არის აღჭურვილი, სადაც ჩვენ გვეძლება საშუალება პირდაპირ რეჟიმში ვათვალიეროთ რთველის მიმდინარეობა. ასევე ჩვენ მოვინახულეთ სარეზერვო ქარხანა, რომელსაც გამოვიყენეთ იმ შემთხვევაში, თუ სადმე რაიმე შეფერხება იქნა ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით. სხვა მხრივ, ვერანაირ სირთულეს, ვერანაირ პრობლემას ჩვენ ვერ ხედავთ, ჩვენ ხვალიდან ვართ აბსოლუტურ ძალყოფნაში იმისთვის, რომ დავიწყოთ ძალიან მაგარი რთველი. ღვინის კომპანია Gruzvinprom, ის არის კომპანია სახელმწიფო, არის მზად მიიღოს ნებისმიერი რაოდენობის ყურძენი, რასაც კერძო სექტორი დაიწუნებს. აქ ამ ქარხანაში, რომელიც თქვენ ნახეთ და ასევე 9 არენდირებულ ქარხანაში, ეს ყურძენი ძირითადად წავა კონცენტრატად ან ბრენდის სპირტად. დღეს გაიხსნა თველის საორგანიზაციო შტაბი, რომლის ამოცანაა თველის ორგანიზებულად ჩატარება, რიგების თავიდან აცილება, ყველა ყურძნის დაბინავება, რაც კახეთის რეგიონში მოიკრიფება და ამავე დროს მონიტორინგი ხარისხზე, ფასზე, რაოდენობებზე და ასე შემდეგ. შტაბი იმუშავებს 24 საათიან რეჟიმში, ჩვენი ცხელი ხაზია 247-01-01, ჩვენ მზად ვართ ყველა კითხვას უპასუხოთ. დაახლოებით 100,000 ტონა ყურძენი უნდა გადამუშავდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 100 მილიონი ლარი უნდა შემოვიდეს რეგიონში. წელსაც სუბსიდია არის შენარჩუნებული, ეს იქნება სტიმულაცია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აპირებენ გადამუშავებას. ჩვენ მაგალითად 5-დან 6,000 ტონამდე ვაპირებთ ყურძნის გადამუშავებას. ხარისხობრივად ვფიქრობ, რომ არის გვალვიანი წელიწადი, მაგრამ რას ვიზავთ? ყოველთვის ხშირად ყოფილა ასეთი წლები და ვფიქრობ, რომ მოთხოვნა იმხელაა, რომ გადაუმუშავებელი ყურძენი არ დარჩება არც ერთი კილო.